ბერტო არ ვიცი რა. გილოცავ დედის დღეს, სულ კარგად ხავდი, გახარებული მყავდი. იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც საქართველოს სახელით ბრძოლის წინახაზზე დგანან, ქართული სახელმწიფო არ ფიქრობს. ასეთი დამოკიდებულება ყველაზე მეტად მათ ოჯახებში აბრაზებთ. ოჯახებში, სადაც ზუსტად იციან, რისთვის წირავენ სიცოცხლეს საქართველოს მოქალაქეები. Ღამეში ესე იგი შეიძლება ვთქვათ 2 საათი თუ წავთვლი მე იმ 2 საათშიც იქ ვარ. ნუ ნერვიულობ ისის ეხლა ჩემი ფორიაქა ხასიათი რომ რა თქმა უნდა ნებისმიერი დედა მარტო მე კი არა ყველა დედა ესეა რა თქმა უნდა ვისი შვილიც იქ არის. მე ყველა შვილებისთვის ვლოცულობ. აი დავიწყებ აგერ დედის ლოცვებით. 10 დღეა ყველა იმ ჯარისკაცისთვის ლოცულობს, ვინც ახლა პუტინის ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის. როცა გაიგო, რომ ქართველი ჯარისკაცების ახალი ნაკადი თბილისიდან უკრაინაში საომრად მიდიოდა, შვილისგან მალულად ქართული ნობათი გაამზადა. ჩურჩხელები გაუგზავნეთ, რაღაცა სულგუნი გაუგზავნეთ და ესეთი ისინი. იქ მაისა მე მივწერე ფული ხო არ ჭირდება რა სად ვიყიდო დედა სულ დანგრეულია ყველაფერი ფული აქ სად უნდა ვიყიდო ყველაფერი მოშლილია ყველაფერი დანგრეულია ომით ერთის მხრივ კი ნერვიულობ კი განვიცდი მაგრამ მე სიამაყის გრძნობა ძალიან მეუფლება შეჩოულია ჩემ მოდი ესე ცუდად ვიტყვი და წანწავს ომიდან ომში შეჩოულია მაგრამ ეხლა ვატყურო განსაკუთრებულად გარეთ ურუ დარეკვის ვერ ურეკავ უბრალოდ ორი სიტყვით წერე ხოლმე კარგად ვარ და გულს სმაილს დილობ რომ ესე არ დაველაპარაკო რა ბეტონა შემიძლია ერთის ან დედაჩემის ვიდეო თვალით დავინახოთ დედაჩემზე დედაჩემის თვალზე აი რაღაც სხვა გზნობაა რა ჩემი ბრალიც არის მე პატარობიდან ძალიან მიყვარდა ხოლმე სათამაშო პისტოლეტების ყიდვა, სათამაშო ავტომატების ყიდვა. სულ აი ხანდახან მაგასაც ვფიქრობ რომ ნეტა იქნებ მეც ყვა დავაშავე რამე ამაში მეთქი, მაგრამ სადღაც კაცურათაც ხო უნდა გაზრდილიყო. ეხლა უკრაინაშიც როგორ გამეპარა მე კარგახანი წერდა ხანრას არ პასუხობდი. გაბრაზებული ვიყავი ძალიან